მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. დღეს გესაუბრებით ხელისუფლების ინიციატივით მათთანვე აფილირებულ ტელესივრცეში დაწყებულ დებატებზე. პირველ რიგში ალბათ უნდა ვიკითხოთ თუ რისთვის გახდა საჭირო ამ პოლიტიკური დებატების ინიცირება, მით უმეტეს ხელისუფლებისგან, რომელიც თავის დროზე თვითონ იყო იმის მაპროვოცირებელი პოლიტიკური ძალა, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაყოფილიყო თავის ყველა კომპონენტში, მათ შორის მედია სივრცეშიც. თუ გავეხსენებთ ჩვენ ისტორიას, თუ როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი, თავიდან ხელისუფლებამ აუკრძალა თავის წარმომადგენლებს კრიტიკულად განწყობილ არხებზე მისვლა, მათთან კომუნიკაცია. შემდგომში აკრძალეს აგრეთვე მათთან აფილირებულ არხებზე ოპოზიციის წარმომადგენლების და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენლების გამოჩენა პირდაპირი გაგებით, თორე მანიპულირებული დაჩეხილი გაგებით პრინციპში დღესაც შუქდება თითქოს რაღაცა, თუმცა იმ პრიზმაში, სადაც აუცილებლად შესაბამისი რესპონდენტი უნდა გამოიყურებოდეს ან ცუდად, ან კომენტარებით უნდა იქნას რაღაცნაირად დაკნინებული, ხო? აი ეს თამაშის წესები დაამკვიდრა ხელისუფალმა, რასაც მოყვა ბუნებრივია მედია სივრცის და პოლიტიკური სივრცის, ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი გახლეჩა. მედია გაიყო პროსახელისუფლებო და ანტისახელისუფლებო კომპონენტებად და პრინციპში აი ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მათ ძალაუფლება თითქოს შეენარჩუნებინათ, შეექმნათ გარკვეული ვირტუალური რეალობა და ამით ეწარმოებინათ პროპაგანდით, ეწარმოებინათ პრესინგი საზოგადოებას. ეს იყო არჩეული გზა და ეხლა უცბად დაიწყეს საუბარი დებატებზე. ჩემის აზრით ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა მაინც ააწყოს კონკრეტულად შეერთებულ შტატებთან. როგორც ჩანს, იქაური ლობისტები, რომლებთანაც კომუნიკაცია აქვთ ხელისუფლებას, გარკვეულ რჩევებს აძლევენ და ერთ-ერთი რჩევა ალბათ იყო ეს პოლიტიკური დისკუსიის სივრცის გახსნა და ხელისუფლებამ მოიფიქრა, ესე რომ ვთქვათ, უпросто იფიქრა, რომ დათანხმებოდა ამ პუნქტზე. ეხლა სხვა პუნქტებზე როგორც ჩანს ჯერჯერობით მაინც და მაინც არ თანხმდებიან, მაგრამ რეალური დებატების იმედი და ილუზია ჩვენ არ უნდა გქონდეს. ბუნებრივია ისინი გარკვეულ სუროგადს თავაზობენ, ხო, დებატებისას საზოგადოებას, ანუ აქაც შერჩევითი პრინციპით მოქმედებს ყველაფერი, ამას არც უარყოფენ, ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ კონსტრუქციულად განწყობილ თემატურ დისკუსიებს მოაწყობენ და ამასაც ხედავთ, ხო, ჩვენ ხედავთ, თუმცა აი ესეთ უცნაურ ფორმატშიც კი მაინც და მაინც კარგად არ აქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ბოლოს ვიხილეთ დებატები განათლების რეფორმის საკითხებში და აქ შეიძლება ითქვას, ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება პირწმინდად დამარცხდა, გამოავლინა არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა და ესე რომ ვთქვათ, ვერაფერი საგნობრივი ვერ უპასუხეს იმ კრიტიკას, რაც ისმოდა შესაბამისი განათლების სპეციალისტების მხრიდან, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც ოპონირებდნენ ამ ხელისუფლების რეფორმასთან დაკავშირებით. ასე რომ აქ აი ამ შეზღუდულ სივრცეშიც კი მათ საქმე კარგად არ აქვთ. მით უმეტეს რომ ეხლა წარმოიდგინეთ სივრცე რეალურად გაეხსნათ, ალბათ კიდევ უფრო მძიმე სურათს მიიღებდნენ. ეხლა შეეცდებიან ალბათ რომ გადაეწყონ გარკვეულწილად ის შეცდომები ბრჭყალებში, რაც იქნა დაშვებული ამ პერიოდში გაითვალისწინონ და კიდევ უფრო ესეთი პროპაგანდისტული მიმართულება მისცენ ამ საქმეს. ეხლა რაც შეეხება მეორე მხარეს, ოპოზიციაში დღემდე მიდის დისკუსია, უნდა მიიღონ დებატებში მონაწილეობა თუ არ უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე რაღაც უნივერსალური პასუხი არ არსებობს, ხო? არსებობს თემები, რომელზეც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ბუნებრივია გამომდინარე იქიდან, რომ აი დაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანება, არ გაწევრიანებასთან დაკავშირებით
დისკუსია შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ალტერნატიული აზრი, ანუ ანტიევროპული არის კონსტიტუციის დარღვევა, ანუ ერთგვარი დანაშაული და ბუნებრივია ეს არ შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი. თუმცა საერთოდ თუ არის თქმა ამ ტიპის დებატებზე და რაც ფაქტობრივად მათ მისცემს პირდაპირ კომუნიკაციის საშუალებას, ხო, საზოგადოებასთან პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ესეთი უნივერსალური უარის თქმა ჩემის აზრით აბსოლუტურად არასწორია. ძალიან კომიკურად გამოიყურება, როდესაც ეს ფართო დისკუსიებში პრემიერ-მინისტრი იღებს მონაწილეობას, ერთ-ერთი მონაწილე ხდება, ეს არის ჩემის აზრით ბიძინა ივანიშვილის მის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, ხო, საკმაოდ ცინიკური და სპეციალისტებისთვის კარგად გასაგები. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.